მოგესალმებით. ეს გახლავთ გადაცემა ევროანატომია და მე მისი წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. მე და ჩემი მხოლოდ მთავრობის სიამოვნებაზე ორიენტირებული ჟურნალისტები გაგაცნობთ ევროპის ისეთ ბნელ მხარეებს, რომელთა შესახებ აქამდე არც კი ხსმენიათ. საინტერესოა, რატომ მალავს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მის ნამდვილ სახელწოდებას, როცა მას არა გერმანია, არამედ გეირმანია ეწოდება. ასევე ნიდერლანდებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ბავშვი მშობლებზე ადრე დაიბადა. რა ქვია ამას თუ არა ანომალიური და გენეტიკური აღრევა. ახლა კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩვენი მთავრობის სიამოვნებაზე ორიენტირებული ჟურნალისტი, რომელიც უფრო ნათლად დაგვანახებს ევროპის ბნელ მხარეებს. მივესალმოთ თამუნა ლეგვეიშვილი, მობრძანებით თამუნა. გამარჯობა ვანო. მოდი პირდაპირ დავიწყებ, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე. მე უნდა მოგითხროთ ევროპის ბნელ მხარეებზე. იმდენად საშინელება ხდება, რომ ცოტა მოყოლაც მიჭირს ვანო, მაგრამ მოდი დავიწყოთ. მარტო დღევანდელი ერთი დღის მონაცემებით ევროპის მოსახლეობის 25%-მა შეიცვალა სქესი. საშინელი სტატისტიკა. ზუსტად 4 დღეში უკვე 100% შეიცვლის სქესს. საბოლოო ჯამში ყველა სქესს შეცვლილი ივლის, მაგრამ პროცენტულად თუ ქალები ადრე აჭარბებდნენ კაცებს, ახლა იქნება პირიქით, უკვე სქესს გადაკეთებული ქალები, ანუ უკვე კაცები, გადააჭარბებს სქესს გადაკეთებულ კაცებს. ანუ ახლა უკვე ქალებს. გასაგებია. ხო, გასაგებად იყო ახსნილი. კი, ასევე მე მოვიპოვე უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ევროპა ყველა ქართველის გაგებაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ თავად მაკრონმა განაცხადა. გთხოვთ, კარგად მოусმინოთ ამ ვიდეოს. მე გავეცი განკარგულება, რომ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც საფრანგეთის საზღვარს გადმოკვეთავს, ზედ საზღვარზე შეუცვალოთ სქესი. იცოდეს ყველა ქართველმა, რომ ყველა მამა გახდება დედა და ყველა დედა გახდება მამა. ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ მეცნიერულად დადგინდა, რომ ქართველი მამაკაცის რძე გაცილებით მაღალი ხარისხის არის, ვიდრე დანარჩენი სხვა ევროპელების. საშინელი განცხადება იყო თამუნა ვაღიაროთ, გავაგრძელებთ. ნამდვილად, ვანო, რაც შეეხება ვატიკანს, Deep State-მა აქაც შეაღწია ვატიკანშიც და რომის პაპს, რომელიც აქტიურად უცხადებს სოლიდარობას უკრაინას, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ომის პაპი. ომის პაპი. დღეიდან. მოგეხსენებათ, პირველი ევროპელები დმანისელები იყვნენ, ამიტომაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ამ გარყვნილმა ევროპამ, რომ ზეზვა და მზია. ვანო, ახლა მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ევროპაში იყო მხოლოდ 2 დღით და იგი თვითონ მოგვიყვება თუ რა მდგომარეობაა იქ. მოგზავნით. იგი ხოცები და აღარ ხმა არ გამწევ ნერვები და დაგლეჯაზე მაგნის ჩავდგები რა შუა. მოგიყვებით. ძალიან ნერვები მაქვს ხალხო მოშლილია ეს რა ვიცი რა. მოკლედ გითხარით რა გადაგხდათ ევროპაში და რა ვითარება იქეთ. რავი მოგესალმებით პირველ რიგში მოგესალმებით და რავი გაგიჟებული ვარ რა ვანო გაგიჟებული 2 დღე ვიყავი წასული ევროპაში და შეხედეთ ხალხო რა ვიცი რა. მე როგორც გამერჩეული საჯიშე ქართველი ზუსტად 2 დღე ვიყავი ჩასული ევროპაში და აგერა 2 დღეში მომიმთავრეს ევროპელებმა ყველაფერი ხალხო. არ გვინდა ეს ევროპა, დაგკეთ პასპორტები გადაღა, არ გვინდა მაგათი ვიზა გენეცვალი, არ გვინდა. აი შეხედე, ჩემი კაცობა, ჩემი ვაჟკაცობა ამდენი ხანია შევინარჩუნე, ხო? რა არ გამოვიარე 90-იანები გაჭო, კაცურად მოდივარ, ხო? მოვედი აქამდე, ხო? აქამდე კაცურად ვიცხო, ეხლა ესე ვიარო? ესე ვიყო ეხლა მე და რა ვიფიქრო? გათხოვებაზე ვიფიქრო? არა და 48 წელს ვარ, ანუ ვიღაცა მიყვეს ეხლა. რაღაცა თქვენი რაღაცა ჩემი გათხოვება და გაგიჟებული ვარ რა ხო არ ვიცი რა ხალხო ეს რა არის ეს არა და როგორ მიყვარდა ჩემი ცოლი ვანო რა თქვენი ცოლი ეხლა აღარ გიყვართ? ეხლა ცოლი ძმა მიყვარს. უფრო ცოლი ძმა მიყვარს ხო და აი თამარ გაგიჟებული ვარ რა თამარ უნდა დაწყნარდეთ. როგორ დავწყნარდე თამარ გეხოცები რანაირად დავწყნარდე აი მაქსიმალ როგორ დავწყნარდე საქართველოსდან წავედი ვასო და ევროპიდან ჩამოვედი ტასო. თან რა არის ხა იცი კაბას არ იკმარეს უბრალოდ აღარ მაკმარეს. ეს რაღაცა ის ლიფი გამიკეთეს ეს ლიფი როა ხო ის წირო შეიკრავდა მე რომ უნდა შეიტრიალო და რომ უნდა გაუყარო ხო მოგო ეს სკინები მოხსენი ეს სკინები რა სკინები არა კარგი ჯანმრთელობისთვის უნდა მოხსნას რა ვიცი რა მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ ერთი უნდა აღვნიშნო რა რომ მე აი ამ ხელა კაცი ვარ ძმაო ამ ხელა კაცი ვარ რა არ გამომივლია სიცხეში ძმაო სარაფანაზე მაგარი არაფერი არ
გრილად. ეს ყოფილა, ანუ გადაიცვი პროსტა ნახე რა. მე ჯერჯერობით ევროპაში არ ვაპირებ წასვლას და ვერ აი, გადავ. ისე უკიქიმებს, აი გემოზე. მე მაინტერესებს. მაგარი ყოფილა ეს ისა. რაიმე დისკომფორტს თუ განიცდით. არა, ეხა დისკომფორტი ყველაფერი შეჩვევა, ანუ რა, ხო ის ყველაფერი შეჩვევა, არანაირი დისკომფორტი, არანაირი ისეთ რაღაცა, მაინც ისეთი მომენტია რა, ყველაფერი შეეგუება ადამიანი. თავარი არის რომ ეს რა არის, შეგუება ყველაფერი, თორე ადამიანები ვართ, ანუ ჩვენ და ადამიანები ხო ეს ყველაფერს ვეგუები და სულ სხვა სიტუაციაა და სხვა არანაირი დისკომფორტი ვანო. გადი ახლა აქ რეებს კადრულობ. რა გავიდე, ეს რეებს კადრულობ. გავს კადრულობ რა. დადი ახლა აქედან კაცო რეები. არ გიდა ნუ გიდა საერთოდ წავალ აქედან. რატო იბუტები? ხო, იმიტომ. რატო იბუტები? იმიტომ ვიბუტები, იმიტომ საერთოდ წავალ აქედან. გადი მეთქი კაცო აქედან, რას მიგიტები ერთი. წავალიცოდე. სად მიდიხარ? კასპში ჩემებთან. კარგად იყავ, ჩემი ფეხი არ იქნება. ცირე ინციდენტი მოხდა და ამიტომ დღეს ჩვენი გადაცემა უნდა სასწრაფო წესით დავასრულოთ. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი განისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში.